რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაუგეგმავი შეხვედრის შემდეგ რექს ტილერსონმა რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. კრემლიდან გამოსული ტილერსონის შეფასებები იმედის მომცემად არ ჟღერდა. ამჟამად ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა დაძაბულია. ორ ქვეყანას შორის ნდობის დაბალი დონეა. არ შეიძლება მსოფლიოს ორ უმსხვილეს ბირთვულ სახელმწიფოს ასეთი ურთიერთობა ჰქონდეს. ტელეკომპანია მირისთვის მიცემულ ინტერვიუში იგივე დაადასტურა პრეზიდენტმა პუტინმაც. მისი თქმით, ურთიერთობა ტრამპის არჩევის შემდეგ გაუარესდა. შეიძლება ითქვას, რომ სამუშაო დონეზე, განსაკუთრებით სამხედრო დონეზე ნდობა არ გაუმჯობესებულა, არამედ გაუარესდა. მხარეებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხად შეერთებულმა შტატებმა სირიაში სამხედრო ბაზა დაბომბა. ლავროვმა შეერთებული შტატების საჰაერო ოპერაციას უკანონო უწოდა. ამერიკის მოქმედება კი არაპროგნოზირებად ქცევად შეაფასა. თუმცა ორივე მხარე ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გამოძიებას ემხრობა. ჩვენი ამერიკელი კოლეგები მზად არიან მხარი დაუჭირონ საქმის გამოძიებას. იმედი გვაქვს, რომ გაერო და ბირთვული იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია თავის ძალას გამოიყენებენ. რუსეთი სირიაში მომწამვლელი გაზის გამოყენებაში, რასაც 80 ადამიანი შეეწირა, სირიელ მეამბოხეებს ადანაშაულებს. ტილერსონის განცხადებით, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოჯახის მმართველობა დასასრულს უახლოვდება. მან მოსკოვს ასადის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ეს აკნინებს რუსეთის პრესტიჟს და გავლენას, ამიტომაც რუსეთი ამას არ დათანხმდება, თუ საამისოდ რამე სერიოზული მიზეზი არ ექნება. რუსეთი ირწმუნება, რომ მის მიერ გაუქმებულ სირიის უსაფრთხო ცის პროგრამას აღადგენს, თუ კი ვაშინგტონი პირობას დადებს, რომ ასადი სამხედრო ძალებს არ დაბომბავს. რუსეთის თქმით, ასადი ამბავებს მხოლოდ ტერორისტების წინააღმდეგ იყენებს. ანალიტიკოსების თქმით, სირიაში საჰაერო ოპერაციებისა შეუთანხმებლობა უფრო დიდი კონფლიქტის საფრთხეს ქმნის. მთავარია სამხედრო დაპირისპირებების თავიდან აცილება. ღმერთმა უქნას სირიაში ერთმანეთს რუსეთი და შეერთებული შტატები დაუპირისპირდნენ. ახლა დიდ კითხვად რჩება, არსებობს თუ არა რუსეთს და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების რეალური შანსები.